წმინდა იოანე ოქროპირის დარიგებანი. ღვთლის ცოდვები გაცილებით დიდ სასჯელს იმსახურებს, ვიდრე უბრალო ადამიანებისა. ისინი უმძიმესია არა მარტო მათი ბუნების გამო, არამედ ღვთლის ღირსების მიხედვით, რომელიც ამ ცოდვებს ჩადის. შესაძლებელია ცხვრის ფარის პატრონმა შეიწყნაროს ის, ვინც დაღუპა მისი ცხვრები, რომლებიც ან მგლებმა გაიტაცეს, ან ყაჩაღებმა გაძარცვეს. მძიმესენი შეეყარათ ან სხვა უბედურმა შემთხვევამ გაანადგურა ისინი და თუნდაც მან პასუხი აგოს, ზარალი მხოლოდ ფულადი იქნება, მაგრამ ვისაც მიანდეს ადამიანები, რომლებიც ქრისტეს გონიერ ცხვრებს წარმოადგენენ. ის ასეთი ცხვრების დაღუპვით ზიანს მიაყენებს არა ქონებას, არამედ თავის სულს და შემდეგ მას მოუწევს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და რთული მოღვაწეობა. არ არსებობს იმაზე სასტიკი განსაცდელი, ვიდრე პირფერ ადამიანთან შეხვედრა. ყველას ის უბრუნდება უკან, რასაც ხვისთვის ისურვებს. ყალბი ღიმილი და ფარისევლობა ქრისტესთვის იუდას ამბორია. იმიტომ ვართ ასეთ დღეში ორ პირები, მლიქვნელები და შურიანები ქრისტიანულ სათნოებას და მორალს რომ იბრალებენ. ქრისტე იქ არის, სადაც ერთგულება და სიყვარულია. ზურგს უკან მოჭორავეებს ქრისტიანულ მოძღვრებასთან არაფერი აქვთ საერთო. ნიღაბი ყველას ჩამოეხსნება, რომლის მერე შემზარავია იმ ნამდვილი სახეების ყურება, გარედან რომ ღიმილით არის შეფუთული და შიგნიდან სამუდამოდ იღრწნება. ქრისტე არავის საკუთრება არ არის, ის მართალი ადამიანის გვერდით დგას. ღმერთი უღირსი სასულიერო პირების ტყვეობაშია, ის ჯვარცმულია, მოჩვენებითი მორწმუნეებისაგან.